ვაგრძელებთ ლექციათა თემას ბედის მატრიცაზე. და ჩვენ ვიყავით გაჩერებული მაღალ სულიერ ენერგიებზე და განვიხილავდით კერძოდ დოლარის ნიშნის ქვეშ მოცემულ ენერგიებს. მაშ ასე მე-15 ენერგია შმაკის ენერგია, რა არ შეიძლება თუ ეს ენერგია აქვს ადამიანს ბედის მატრიცაში, ამტკიცოს რომ არის მართალი, არ უნდა აკეთოს მოსაწყენის საქმე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკიდოს ხელს მცირე ანაზღაურებად საქმეებს და პროფესიას, არ შეიძლება ამ ნიშნის ქვეშ ადამიანმა აკეთოს დიდი, ასე ვთქვათ, დიდი პატარა ეკონომია ეპატიება რაღაც, მაგრამ ესე დიდი სახის ხელმომჭირნეობა, ეკონომია, სიძულწე დაუშვებელი, გაუჩერდება აბსოლუტურად ფულის შემოსავალი და ნაკადი. არ უნდა მიიღოს არაფერი უფასოდ. ანუ რაღაცა სამყაროში სულ არის ხო, რაღაცის სწავლა უფასოდ, მაგალითად ან რაღაცის გაკეთება შემოგთავაზოს, რაღაცას გაგიკეთებს საქმეს და არ მინდა არაფერი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის უნდა გადაიხადოს. გადახდა არის საერთოდ მრავალნაირი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ნიშნავს გადახდა იმას, რომ აუცილებლად ფული უნდა გადაიხადოს. გადახდა შეიძლება ყველანაირად, ანუ ემოციურად, ფულით, რაღაცა გააკეთა, ფულს ვერ იღებს საჩუქრით და ასე შემდეგ. უნდა იცხოვროს ყველას, ანუ ნახე, ცხოვრება ყველას აზრის, ყველას რაღაცის გათვალისწინებით, მშობლების, ოჯახის, საზოგადოების, ეს არ შეიძლება ამ ენერგიისთვის, არ შეიძლება აფერისტობა, თაღლითობა და არალეგალური საქმეები. ხაზგასმით, არალეგალური საქმეები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის დოლარის ნიშნის ქვეშ, როცა წერია ეს ციფრი 15. რა არის კარგი? ნებისმიერი საქმიანობა, რასაც შემოაქვს დიდი თანხები, მაგალითად უძრავი ქონებები, სახელოვნებათმცოდნეო თემები, ხო, რაღაცა ხელოვნების ნიმუშების ანტიკვარიატის ყიდვა, გაყიდვა. უნდა მოსწონდეს აუცილებლად ეს საქმე, დიდ ენერგიას, ენთუზიაზმს დებდეს შიგნით. კარგია კაზინო, ალკოჰოლი, თამბაქო, სტრიპტიზ კლუბი, მაგრამ აუცილებლად ესენი უნდა იყოს ლეგალური. უძრავი ქონება, ბანკირობა, მოდა, გლამური თემების სარეკლამო სააგენტოები, იუველირი, სამკაულების კეთება, გაყიდვა, შემოქმედი ნიმუშები, სამხატვრო ნიმუშები, სახელოვნებო ნიმუშების ბიზნესი, ასე ვთქვათ, გაყიდვა, გამოყიდვა, აი ეს თემები არის ძალიან კარგი. თუმცა მე სულ ავღნიშნავ, რომ კონკრეტული პროფესია ჩვენს საუკუნეში, ჩვენს დროში ისე არის ერთმანეთში შერეული, არეული, გადასული, გადმოსული, ხო, პალიტრასავით, რომ მე პირადად არ გავცემ ხოლმე ესეთ რეკომენდაციას და სულ პირადად როა ეს პროფესიები, იმიტომ რომ ხაზგასმით სულ ვამბობ, რომ უნდა ინახოს ყველაფერი რესურსი, ტალანტი, კარმის კუდი, ვინ ხარ შენ შიგნით, შენი კომფორტის ზონა და ცხადია ფინანსები. ეს უბრალოდ იმიტომ გეუბნებით ამ პროფესიებს, რომ ორიენტაცია აიღოთ. აი დაახლოებით რა შეიძლება გაკეთდეს ორიენტაციისთვის და არა იმისთვის, რომ ხისტად უთხრათ ადამიანს, რომ ეს პროფესია უნდა იყოს შენი და სხვა არა. შემდეგი ენერგია ეს არის 16 ენერგია, კოშკი. რა არის მნიშვნელოვანი ამ ენერგიის მქონე ადამიანისათვის ფულის ზონაში, როცა პიროვნება გრძნობს, რომ რაღაც არ გამოდის, რაღაც არ არის ისე როგორც უნდა, თქვა ისე ვერ მიდის საქმე და მაინც ეჭიდება და ებაუჭება, იქნება და
ეს არ იმუშავებს 16 ნომერში. არ შეიძლება შიშები ფულთან, ბიზნესთან, საქმესთან დაკავშირებით, შიშით გაცემა ფული და ხელის კანკალით ვაი თუ არ გამოვიდეს. არ შეიძლება სამსახურის დაკარგვეს შიშით გაჩერდეს იქ, სადაც ვერ გზნობს თავს კარგად, ანუ რა იქნება, ან იმუშაოს თუნდაც კარგ სამსახურში, მაგრამ ქონდეს შიში, ვაი თუ დავკარგო სამსახური, აუცილებლად დაკარგავს. არ შეიძლება შიშის ენერგია ჩანს აქ, ხო, როცა დოლარის ნიშნის ქვეშ 16-ს დაინახავთ თქვენ, მაშინ უნდა მიხვდეთ, რომ ამ ადამიანს აქვს მსგავსი მატერიალური და ფესვის, ანუ სამყაროში რომ დედამიწაზე მყარად იდგეს ამისი შიში და უნდა მიანიშნოთ, რომ აღმოფხრას ეს შიშები მასში. რაღაცაზე ჩაჭიდება, ჩაბღაუჭება, მიჯაჭულობა, სტაბილურობისკენ სწრაფვა და ღმერთის ურწმუნოება. გახსენებთ, რომ ჩვენ ეხლა გავდივართ მაღალ სულიერ ენერგეტიკებს და აბსოლუტურად ეს ყველა ენერგია ნებისმიერ წერტილში, ზონაში მოითხოვს მაღალ სულიერებას, ანუ დიდ რწმენას ღმერთისადმი. რატომ დაკარგავს ყველაფერს თუ ეს მოხდება, თუ ეს შიშები ექნება და თუ ესე ჩაებღაუჭება ამ სტაბილურობას და მატერიებს, იმიტომ რომ მას უნდა ქონდეს ისეთი დონის რწმენა, რომ იცოდეს, რომ ამაოება ყველაფერი და ქარის დევნა დავკარგე სამსახური. არა უშავს ღმერთის სიარდამტოვებს, აუცილებლად რაღაცა სხვა გამოვა, სამსახურში მოხვდით, ჩემი არ არის, არ მომერგო, წამოვედი, არა უშავს, აუცილებლად მე ვიპოვე ჩემს საქმეს, რაღაცა დაიხურა, არა უშავს, უკეთესი გამოჩნდება და მართლაც ესე იქნება. ამ შემთხვევაში აუცილებლად ბიზნეს, ფულად, სამსახურეობრივ, კარიერულ თემებში წაიღებს სამყარო იმას, რაც თქვენთვის არ არის კარგი და ხელსაყრელი, ხოლო თუ ამ ყველაფერს დაამძიმებთ და რაც ვისაუბრე, ეს ამაზე მუშაობა არ შედგება, და არ აღმოფხვრეს ადამიანი ამ შენაგან შიშებს და ურწმუნოებას, მაშინ დაინგრევა ყველაფერი ის, რაც მისთვის ძვირფასია. ამ შემთხვევაში კარიერულ, ფინანსურ საკითხებში. რა არის კარგი? ნებისმიერი პროფესია, რომელიც ააშენებს, ანუ სამშენებლო საქმეები, ასევე ნებისმიერი პროფესია, რაც ურთიერთობებს ააშენებს და შეკრავს და აუცილებლად უნდა იყოს რწმენით და გამარჯვებით გასჭვალული. თორემ აი ნახე მოლოდინი გაქვს, კი ბატონო, სამყარო გეტყვის, მესმის შენი, აგიხდე ყველაფერი ჩამოგენგრევა. შიში გაქვს, კი ბატონო, მართალი ხარ, უნდა გეშინოდეს და მართლა დაკარგავ ამ ყველაფერს. შენ უნდა გააკეთო მაქსიმალური, თუ 16 გაქვს ამ დოლარის ნიშნის ქვეშ და მიყვედინებას დანარჩენი ღმერთის ხელში, ანუ რწმენა, რომ მე გავაკეთე მაქსიმუმი და მე ვიცი, რომ ამას სამყარო დამიფასებს. ძველი ზნგრევა ახლის შენება, ფსიქოლოგია, კრიზის მენეჯერი, რეჟისორი, სცენარისტი, აი მსგავსი საკითხები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ამ პროფესიებს რო ვამბობ, ხომ აუცილებლად ეს აიღეთ ორიენტაციისთვის და არა ხისტად სათქმელი, რომ აი ეს. შემდეგი არის 17 ენერგია. 15 ენერგია მაღალ ენერგეტიკულ ნუმეროლოგიაში, ციფრებში არის 15 მილიონერის ენერგია, 17 არის შემდეგი, რომელიც გვხვდება მილიონერის ენერგია, თუმცა მე ხაზგასმით ვთქვი, რომ ერთი ენერგია არ არის საკმარისი, რომ თქვა, რომ აი მე მილიონერი ვარ, მორჩა, უნდა იყოს 3, ნუ იდეალურია თუ 4 იქნება მაჩვენებელი ესეთი ენერგიის ფულის ზონაში. 17 ენერგია, ეს არის ძალიან დიდი შემოქმედებითი ენერგია, ეს არის ძალიან დიდი სექსუალური ენერგია და იცით თუ არ იცით, გეტყვით, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი სექსუალური ენერგია, ის არის ძალიან შემოქმედებითი ნატურა და საკმაოდ ძლიერი, ანუ ეს ლიბიდოს ენერგია აძლევს ადამიანს შინაგან ცეცხლს, ენერგიას, რომ დაიწვას. არის კიდევაც ხო ესეთი ფრაზა შემოქმედებითი წვა. ეს არ ნიშნავს ოღონდაც, რომ
აუცილებლად ანუ შემოქმედებას რო იყვიან, მაშინვე ჩვენი გონება მიდის სახელოვნებად ცოდნეო, რაღაც სახვითი, ან შეიძლება არ იყოს სახვითი, მაგრამ რაღაცა შემოქმედებით უნარ-ჩვევებზე. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ საქმეში, იმ პროფესიაში, სადაც შენ იქნები ძალიან გასწავლული, ძალიან კარგი პროფესიონალი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან პოპულარული და ასე შემდეგ. რა არის მინუსი, რა კეტავს ამ ენერგიას? ეს არის არაპროფესიონალიზმი, როცა ადამიანი არ ხარჯავს დროს და რესურსს, რომ გაიღმაოს თავისი ცოდნა და ეს არის არარეალიზება. სხვისი განკითხვა და ორი მდგომარეობა აქვს. ან შეგრძნება, რომ მე ყველაზე კარგი ვარ, მე ყველაზე მამაცი ვარ, მე იმიტომ გამომივიდა ეს და მივაღწე წარმატებას, რომ მე ვარ ესეთი მაგარი, სიყეყე მოკლედ, ან პირიქით თავის თავში დაურწმუნებლობა, რომ არც ისე კარგი ვარ, არც ისე მაგარი ვარ, არც ისე ვარსკვლავი. ანუ ეს ცნობიერება უნდა კონდეს დაბალანსებული, რომ ძალიან კარგი ვარ, იცოდეს საკუთარი თავის ფასი, მაგრამ არა სიყეყეჩე და სხვებს უყურო ზევიდან. ცხადია, ხა ნიჭის და ამ ფინანსების რეალიზება და განვითარებაში კარგია, როდესაც შენ თვითონ უწყობ ხელს, რომ რეალიზდე, პოპულარული გახდე, ამას უწყობ ხელს, აკეთო აუცილებლად უნდა ის, რაც გიყვარს და აი, როგორ გითხრათ, პიარი აქ აუცილებელი არის. ნახე, ხო არის რაღაცა, აი მე ვაკეთებ დამიფასებენ, არ დამიფასებენ, სულ ერთია, მთავარია გავაკეთო, მთავარია. აი, აქ ჩანს, რომ შენ უნდა იზრუნო იმაში, რომ პოპულარული იყო. ამას შეუწყო ხელი და თუ ამისკენ წარმართავ ენერგიას, დიახ, ეს საუკეთესო ენერგია გაქვს ამისთვის. ნებისმიერი შემოქმედებითი პროფესია, მკურნალობა, აი ეს მწვენდავები რო არიან ხო, ენერგეტიკულად რომ მუშაობენ და ფსიქოლოგიაც აქ ძალიან მნიშვნელოვანია. აღარ ვიტყვი ხო ყველა პროფესიაზე, რომ ეს მიმართულებისთვის ვამბობთ და არამც და არამც იმიტომ, რომ კონკრეტულად ეს და სხვა პროფესია არა. მსგავსი, ამის მსგავსი. ეს იყო 17, ეხლა გვაქვს 18. აი ესეც 18 ენერგია, მთვარე. და ეს არის კატეგორიული გაფრთხილება იმისი, რომ თუ ეს ენერგია გაქვს შენ ფინანსებში, არასოდეს არ უნდა შეეხო შავ მაგიას, არასოდეს არ უნდა იჭორაო და არასოდეს არ უნდა გააკეთო ისეთი რაღაცა, რომელიც სხვა ადამიანის სულს და ფსიქიკას დააზიანებს. ეხლა მე მინდა განმარტება მოგცეთ, რა არის შავი მაგია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ცუდად ესმით ადამიანებს და არასწორად, რა არის შავი მაგია და თეთრი მაგია, ძალიან მოკლედ, ჯერ დავიწყოთ იმითი რა არის მაგია. მაგია არის ყველაფერი. მაგია არ არის მარტო რაღაცა ჯადოქრული რიტუალები, მაგია არის ჩვენი ფიქრი, ჩვენი ემოცია, ჩვენი განწყობა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ლოცვა, ხო, ყველაფერი არის მაგია. და ანუ ყველა ენერგია, ნებისმიერი ენერგია გაშვებული ჩვენგან არის უკვე მაგია. ნებისმიერი ფიქრი, ოცნება, სურვილი, სადღეგრძელო, ყველაფერი. და როგორ გავარჩიოთ შავი და თეთრი მაგია? აი ძალიან მოკლე ფორმულას მოგაწვით და ძალიან მარტივს. ნებისმიერი რამ, თუნდაც ეს იყოს სხვა ადამიანის საკეთილდღეოდ და კიდე განმეორდები ნებისმიერი საქციელი განწყობა, სურვილი, ანუ ნებისმიერი მაგია, უკვე მაგია გავიმარტეთ, რომელიც სხვა ადამიანის ნებისაწინააღმდეგოდ ხდება, ეს არის შავი მაგია. თუნდაც ეს ეხებოდა ჯანმრთელობას. აი ეს წყალგამყოფი ძალიან კარგია ამ ენერგიებისთვის. ამულეტების ტარება განსაკუთრებით და ეს ამულეტები უნდა შეიცავდეს მონეტებს, ხელოვნება, აი ხელოვნების თემები, იმიტომ რომ ყველა დიდი ხელოვნება არაცნობიერიდან, ქვეცნობიერიდან ამოდის. ძალიან კარგად გამოსდით აფირმაციები და საერთოდ აი ეს რაც არის ხო, საყვაროში სურვილების გაშვება, მიზიდულობის კანონი, ეს ყველაფერი 18-თან ძალიან კარგად მუშაობს. მნიშვნელოვანია მათთვის წყალთან კავშირი, ნებისმიერი თეთრი მაგია
მით უმეტეს წყალთან დაკავშირებული, კარგი ფსიქოლოგები გამოდიან, სილამაზის სფეროში არიან ძალიან წარმატებულები, ხელოვნება თავისთავად თქვი, ილუზიონისტები, დიზაინერები, ბიოენერგომწმენდავები, კოსმეტოლოგები, ვიზაჟისტები და ტელევიზიაც არის. ანუ ყველაფერი ნახე, რაც დაფარულია, რაც ილუზიასთან, ოცნებასთან, ფარდის მიღმა შეიძლება იყოს, ყველაფერი მოდის ეს ენერგია. ანუ ეს იქნება კარგად ამ ენერგიასთან შერწყმული. ეს ენერგია გააქტიურებს ამ ყველაფერს. ეხლა გადავდივართ კიდევ ერთ მილიონრების ენერგიაზე. ეს არის 19 ენერგია, ერთ-ერთი საყვარელი ენერგია. მზე არ შეიძლება სიძულწე, ეკონომია, ღარიბულად ცხოვრება, იაფი პროდუქტების ყიდვა და ფულის შიში. რასაც ვამბობ მინუსში რო არის და ხელს უშლის, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ესენი ჩვენ ხო ბედის მატრიცას ვხედავთ და გავდივართ, ხო? ნებისმიერი ენერგია ადამიანში მინუსად ეს იმიტომ არის, რომ დაამუშავოს, გახსნას კარი და ამოაფრქვიოს. ამის რესურსი აქვს, ხო? ამიტომ უნდა ძალიან ხაზგასმით მივუთითოთ მინუსზე, იმიტომ რომ ეს ექნება რაღაცა ხელი შემშლელად ამ ადამიანს და ამაზე დაიწყოს მუშაობა. სამყარო აუცილებლად შეგამოწმეთ, მზად ხართ თუ არა მილიონრობისთვის, ესეთი გამოცდები მოგევლინებათ 19-იანებს. აქვთ ხოლმე 19-იანებს ასევე დანაშაული შეგრძნება, რომ აი მე მაქვს და სხვას არა აქვს, მე ფუფუნებაში ვარ და სხვა არა, ესეც დაუბლოკავს ამ ენერგიას. თუ თქვენ რამე გაქვთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ და იმიტომ გაქვთ. და ასევე მინუსში წაიყვას ამ ენერგიას, თუ სულ საქმიანობთ, შრომობთ და დასვენების უფლებას არ აძლევთ საკუთარ თავს და სხვების კონტროლი. აქაც როგორც 15 ენერგიასთან ეშმაკთან აუცილებელია ისეთი საქმიანობა, რომელიც დიდ ანაზღაურებას მოგიტანთ, ოპტიმიზმი, ხიარულება, პოზიტიური ენერგია და ძალიან მნიშვნელოვანია. 19 ენერგიაში ესეთი აფორიზმად გაყვება, აი ეს ფრაზა, რომ ვარსად ანეხვთა ვინადგა მზე სწორედ მოეფინების და ყველასთვის უნდა იყოს ამ ენერგიის მატარებელი, ნებისმიერი ფენისთვის, ნებისმიერი გარეგნობისთვის, ნებისმიერი ეთნიკური წარმოადგენლისთვის, ნებისმიერი რელიგიის მქონისთვის, დიდარისთვის, ღარიბისთვის, პატარასთვის, ბავშვისთვის, მოხუცისთვის, ჯამთელისთვის, სნეულისთვის, ნებისმიერისთვის უნდა იყოს მოწყალე და ერთიანი. ფული უნდა დახარჯოს საკუთარი ბედნიერებისთვის, ეს გაუხსნის კარს, აუცილებლად დიდ მასშტაბურ საქმიანობას უნდა შეეჭიდოს და ძალიან კარგი ამ ენერგიებისთვის მისიონერობა, მსახიობობა, მენეჯმენტი, პროდიუსერი და მოდნობა და დასვენება თავისთავად, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მისიონერობა, ხო, აი ეს ენერგია თუ გაქვთ, განსაკუთრებით აი ეს რო არის, ხო, შენი შემოსავლიდან არ აქვს მნიშვნელობა, ესე არ არის აუცილებელი მათემატიკურად გამოანგარიშო, რომ აი რამდენი 100 ლარი მაქვს ხელფასი და 10 ლარი გავცე, შეიძლება ლარი გასცე, შეიძლება 100,000 გასცე, ოღონდ უნდა გასცეს 19 ენერგიამ აუცილებლად უნდა გასცეს. საკმაოდ კარგი ენერგია ეს ყველგან, მათ შორის ფინანსებში. 20 ეს არის ნახეთ როგორი ეგრეგორების ენერგია, ეს არის აი როგორც საყვირი წარმოიდგინეთ, როგორც მილი. და რა არის ეგრეგორი განმარტა მოკლედ ამასაც, ვინც არ იცის. ნახე, ეს ეგრეგორი არის ეს რაღაცა ენერგეტიკა, რომელშიც აი როგორც ენერგეტიკის კაფსულა წარმოიდგინეთ, ან ბუშტი, ან აურა, ან რაღაცა გარემო, სადაც ერთიანდებიან იმ რაღაცა სფეროში მყოფი და დაკავშირებული ადამიანები. არსებობს გვარის ენერგეტიკა, არსებობს ეთნიკური ენერგეტიკა, რელიგიური ეგრეგორი ენერგეტიკა, მეთქი ეგრეგორები და არსებობს პროფესიონალური ეგრეგორები. ამ შემთხვევაში წინაპრებთან ურთიერთობა და კეთილგანწყობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია 20 ენერგიისთვის და ამ შემთხვევაში
აუცილებელია, რომ საკუთარი შესაძლებლობები დააფასოს, საკუთარი პროფესია აი ძალიან ღრმად ჩავიდეს, იმიტომ რომ ეგრეგორი არ აპატიებს ფუქსავატობას. ანუ ძალიან სულით, გულით, მთელი ემოციით უნდა იყოს იქ, სადაც არის და მიიღებს მაშინ ამ ეგრეგორის წყალობას, როგორც ეს ანგელოზი უშვებს ამ წყალობას. არ შეიძლება წყენა, სიბრაზე, რაღაცა ცუდი ემოციების ქონა ოჯახზე, მშობლებზე, და-ძმებზე, ნათესავებზე, სამშობლოზე, რელიგიაზე. ეს შეიძლება იყოს კი არა და დიდი ალბათობით იქნება წამოჭრილი და მან უნდა იმუშაოს აუცილებლად, აკეთოს სხვადასხვა მეთოდებია, პატიების ტექნიკა არის, თუ ფსიქოლოგთან მუშაობა, თუ თვითონ შეძლოს ეს დამოუკიდებლად ამ სიღრმეებში არ მივდივარ ახლა, ჩვენ ფინანსური ენერგეტიკა გვაინტერესებს, მაგრამ ეს სისტემები რაც უნდა დაამუშაოს, რომ არ დაებლოკოს ასე ვთქვათ ფინანსები, ასევე მატერიალიზმზე მიჯაჭვულობა და სიჩქარე, რომ უცებ მოვიდეს ყველაფერი. რა წამოიღებს ფინანსებს? კარგი ურთიერთობა მშობლებთან, ოჯახთან, ნათესავებთან, დედმამიშვილებთან, გვართან, საერთოდ შენ სამშობლოსთვის რამის კეთება, ქვეყნისთვის რამის კეთება, პროფესიებთან, ნებისმიერი პროფესია, რაც სიცივესთან მოგიწევს მუშაობა ცივ რაღაცეებთან. ჟურნალისტიკა არის, კარგი სტომატოლოგია, მედიუმები გამოდიან, კარგი ეგრეგორებზე მომუშავეები. ასევე აი მიცვალებულებს რო გაკვეთავენ, არ ვიცი რა ქვია ამ პროფესიას, ექიმები, აი მიან ექიმები, ანუ სიცოცხლესთან რო აქვთ კავშირი, დაბადებასთან და აუცილებელია აი პატიებაზე, წარსულის გაშვებაზე მუშაობა, რეგრესული ჰიპნოზის სპეციალისტები არიან ძალიან კარგი და ოჯახური განლაგების ასევე. და ეხლა 21 ენერგია. ესეც მილიონრების ენერგია. საინტერესო ენერგია, იმიტომ რომ როგორც ფიქრობს ეს ენერგია, რა განწყობაზეც არის, ზუსტად ისე აქვს ფული ხოლმე. უნდა გაითვალისწინოს, რომ გაუჩერდება ფული თუ გააკეთებს იმას, რაც ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და ეკოლოგიას. ამ ენერგიისთვისაც კატეგორიულად არ შეიძლება ქვეყანაზე და ოჯახზე ბრაზი და განსხვავებულის მიუღებლობა. ნებისმიერი განსხვავებულის, აი მაგალითად ეთნიკური განსხვავებულის ხო ვიღაცას რო ამოიჩემებენ, რელიგიურის მაგალითად მე ქრისტიანი ვარ და მძულს მუსულმანები ან რა იმე სხვა, ანუ მარტო ჩემია სწორი და მართა, აი ნებისმიერი განსხვავებულის მიუღებლობა. პირიქით ამუშავებს ამ ენერგიას, ამ ყოველფრის მიუღებლობა. მიუღებლობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ გახდე ისეთი. შენ უნდა გქონდეს შენი აზრი, შენი ფიქრი, შენი მოწოდება, მაგრამ მიიღო და ემპათიური იყო სხვა ყველაფერი განსხვავებულის მიმართ. ძალიან კარგია საზღვარგარეთი, ძალიან კარგია ინტერნეტი, უცხო ენების სწავლა, უცხო კულტურის სწავლა, უცხო რელიგიების სწავლა, გაცნობა, ტურიზმი, მოგზაურობა. საერთაშორისო პროექტები, გლობალური პროექტები, პოლიტიკა, ზღაპარია ამათთვის, დიპლომატია, ადვოკატები, მსახიობები, გეოგრაფები, გარემოს დამცველები, საქმე, რომელიც გაფართოებად შეიძლება, იმიტომ რომ ეს ძალიან გაფართოების ენერგია და გადიდების და პოზიტიური აზროვნება, აი ძალიან ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია ამ ენერგიის და დაგვრჩა ბოლო ენერგია, 22 ენერგია. აქ მე მინდა ერთი დაკვირვება ვთქვა ჯერ ამ ენერგიაზე. ნახეთ, 0 აწერია, ნახეთ 22 ენერგიას და ეს არის ამ ენერგიას ქვია სულელი. და როგორია ეს ენერგია? ბავშვური, ხო, მიამიტური სულელი. ჩემი დაკვირვებით ამ ენერგიაში, კი, ეხლა ფინანსებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ზოგადად ამ ენერგიაში მოდიან სულები, ან ახალი სულები, რომელიც მართლა ბავშვები არიან, იმიტომაც პატიობს სამყარო ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, აზრი
იღებს საჩუქრებს, იღებს დახმარებებს, მის შეცდომები, ანუ შეცდომებად ვერ აღიქვავს ხალხი, ხო, უტარებენ და ასე შემდეგ. ან ძალიან ძველი სულები, იმიტომ რომ ყველაფერი მოვლილი აქვს და როგორც ასევე მოხუც უტარებთ, ხო, ყველაფერს პატიო, ან უკვე ყველაფერი გაიარა ამ სულმა და ძალიან მალე უნდა გავიდეს სანსარიდან. ამიტომ ამ ენერგიას არ ეპატიება მიჯაჭვულობა, არ შეიძლება კაზინო, აზარტი, მიიზიდავენ აფიორებს ამ შემთხვევაში, უპასუხისმგებლობა, ილუზიები, შოპაგოლიკები რო არიან. დადებითი წამოვა ის, რომ იყოს მხიარული, ბედნიერი, ლაღი, პირობებს ასრულებდეს. ძალიან კარგი არის, ხო, სხვებისთვის დახმარების თხოვნა, საერთოდ არ არის პრობლემა ამ ენერგიისთვის, კარგია მისთვის, ასე ვთქვათ, კარგ დახმარებას მიიღებს თუ ითხოვს. პასიური შემოსავალი არის ძალიან კარგი, გასართობი ცენტრები, ცირკი, ესტრადა, იოგა, ანიმაცია, ანიმატორობა, ქორეოგრაფია, აი ყველა ეს პროფესია არის გადასარევი. ამით ჩვენ დავამთავრეთ ენერგიები დოლარის ნიშნის ქვეშ, რომელიც წერია და თუ გაინტერესებთ ბედის მატრიცის სწავლა, აუცილებლად უნდა დამიკავშირდეთ მე ან ასტროლოგია ჯეს. შემდეგ ნაწილსაც ჩავწერ.